თქვენ ხომ მეთანხმებით, რომ გადასახადების აწევა იწვევს ყველა შემთხვევაში ან ამ სერვისზე, ან ზოგადად სერვისებზე, ამ პროდუქტზე ფასის ზრდას, ან ნაკლები ფული რჩება იმას, ვინც ამას აწარმოებს ამ სერვისს, მათ შორის დაქირავებულს და ყველას ერთად, ხო? თანაზომად ვითარებაში რა ვიღოთ? 0 გადასახადი ან გაიზარდა ერთამდე, ხო ესეა, ხო აძვირებს ხო ამ სერვისს. ან ნაკლებ ფულს უტოვებს ამ ბიზნესს, მეთანხმებით, ხო ალბათ? მადლობა, მეთანხმებით, რახან დუმილი ამ შემთხვევაში თანხმობის ნიშანია. მეორედ, ამაზე იქნებ დუმილის გარეშეც მიპასუხოთ. თქვენ ხო მეთანხმებით, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, სპეციალურად არ ვიძახი პროცენტს, მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან უჭირს. მეთანხმებით? ბატონ დიმიტრი. არა, ამაზე მეთანხმებით, რომ უჭირს მნიშვნელოვან ნაწილს? გიჭირთ ამაზე კის თქმა? გიჭირთ თუ ჩემთვის პასუხისგაცემა არ გინდათ? პერექით ძალიან ბევრი მინდა გითხრათ გაჭირვებას. მერეც გეკნებათ სათქმელი, მაგრამ ხო მეთანხმებით რომ მნიშვნელოვნად უჭირს. მინდა მოგიყვეთ გაჭირვებაზე რა. არა, მადლობა, თქვენ უნდა მომიყვეთ გაჭირვებაზე. ხო მეთანხმებით რომ უჭირს. კი, მადლობა. ეხლა გავაგრძელოთ, თქვენს პრემიერ-მინისტრს ეთანხმებით ხო, რომელსაც ამ დარბაზში აღიარა რომ ამ ტემპით, თქვენი ტემპით ეკონომიკური განვითარების ეს ქვეყანა 100 წელი ვერ დაეწევა, პირობითად ვიძახ, შეიძლება 200, შეიძლება 80, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვერ დაეწევა ყველაზე ღარიბ ქვეყანას ევროკავშირის. ამაშიც ეთანხმებით ხო ღარიბაშვილს? ბოდიში ღარიბაშვილი თუ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, არა, მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, თქვენ გუნდის ლიდერს ივანიშვილს. ამაშიც ეთანხმებით ხო? ესე იგი რა გამოდის? ამ ვითარებაში თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, ბიუროკრატებს ახარჯებთ მეტ ფულს, მაშინ როცა მნიშვნელოვან ნაწილს კი არა, დიდ ნაწილს ამ ქვეყნის უჭერს, მაშინ როცა ლარს მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, ერთი წამით ემართება ის, რაც ემართება. განაჩენი გამოგვაქვთ ამ, ანუ პირდაპირ ეუბნებით ხალხს, რომ გაჭირვება არ შემცირდება, ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენ ფულს, ვიდრე თქვენ თვითონ, და თან არ გეშველებათ რეალურად არაფერი. და თქვენ აქ წინასწარ დაპირებაზე საუბრობთ. ერთ კითხვაზე გამოდის პასუხი. წინასწარ რატო არ უთხარით ამომრჩევლს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? საწერია თქვენ პროგრამაში, რომელ თქვენ კლიპში იყო ეს? და თუ არ წერია, რატო მოატყუეთ ამომრჩეველი? გამეცით პასუხი თუ შეიძლება. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის ძალიან ვაჟკაცი, კარგი კაცი, განათლებული, ქვეყნის პატრიოტი, მოსიყვარულე და მას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები და არ არის არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტული შეურაცხყოფად მიიღეთ გვარი რომ შემეშელა ღარიბაშვილი რო უწოდე ივანიშვილი? არა. შეურაცხყოფაა ეს? აი ნახეთ ნახეთ. რაშაშია ვერო? საკითხს დაუბრუნდით ახლა აქ რაღაცა. იმაში კი არა ვარ პინგ-პონგში ხა მე შემიძლია 1000 რამე გითხრათ, მსგავსი ხა ვინ არის ვაჟკაცი და ვინ არა. კონკრეტული კითხვა დაგისვით ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. აიო ღარიბაშვილი, ივანიშვილი თუ კვირიკაშვილიო, არა აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილია ყველას უფროსია. ჩემთვის არა, და თქვენთვის თუ შეურაცხყოფა, ნუ მოგიტანთ ამ პოლიტიკური შეურაცხყოფის ატანა. მოგიწევთ შეურაცხყოფად. კი არ ვიღებ ამას, მე უბრალოდ გიკონკრეტებთ. მადლობა. ეხლა გავიგე რა გვარია პრემიერ-მინისტრი ქვეყნის. და გავიგე რომ თქვენ მასწავლით ვაჟკაც ადამიანად. კითხვაზე გამეცით პასუხი თუ შეიძლება. ეხლა აქციზი არის გადასახადის ის სახე, რომელიც გამოიყენება ერთის მხრივ მოხმარების რეგულირებისთვის, მაგალითად ეს მიმართულება არის თამბაქოს მიმართულება და თქვენ თქვით რომ აი თამბაქოს მაგალითად მომყავს თამბაქოს მიმართულება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკვე როგორც ნავთობის მიმართულებით, ისევე ყველა დანარჩენი მიმართულებით რა თქმა უნდა აისახება ინფლაციაზე. ინფლაცია, რაც ჩვენ ამ წუთში ეკონომიკური გათვლები გვაქვს გაკეთებული, გაიზრდება 1%-ით. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ ეკონომიკურ გათვლებს ინფლაციის ნაწილში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ნაწილი და თქვათ რომ არა. თუ შეიძლება, მე მეგონა ანუ თქვენ მეთანხმებით რომ ფასების ზრდას ან ნაკლები ფულის დატოვებას ადამიანებისთვის, სწრული და საშუალო ბიზნესისთვის, ამ შედეგს გადასახადების აწევა იძლევა. მეთანხმებით რომ ხალხს ძალიან უჭირს. მეთანხმებით რომ ეკონომიკური ზრდა ისეთია რომ ვერ გამოდის ქვეყანა სიღარიბიდან, ანუ გაჭირვებული ქვეყანა რჩება. რატო აკეთებთ ამას? ეს ერთი. მეორე, აქ თქვენ ძალიან საინტერესო რამე თქვით. დოლარში არ უნდა გქონდეთ სესხიო. როგორ ფიქრობთ, რატო აიღო იმ ხალხმა დოლარში სესხი? ხო შეიძლება ლარში აიღო. იმიტომ რომ ენდობოდა დოლარს უფრო, ხო? ეს ერთი. მეორე, თქვენ რა მართლა არ იცით რომ ლარში ვისაც აქვს სესხი, კონტრაქტში ინდექსაცია უდევთ და დოლარის კურსი თუ მერყეობს, მათ ეზრდებათ გადასახადი. არ იცით ამის შესახებ? ანუ თქვენ გინდათ რომ უბრალოდ ადმინისტრაციული მეთოდით დაავალდებულოთ ხალხი,
რომ აღარ აიღონ დოლარში სესხი. და ეგონიათ გამოსავალი დღევანდელი ვითარებიდან. ერთი და იგივე დამოკიდებულება გვაქვს ყველაფერში. ბიუროკრატია ჯობია ვიდრე თავისუფალი ბაზარი თქვენთვის. რეგულაცია ჯობია ვიდრე კონკურენცია. თქვენ უკეთესად განსხვავდა თქვენი მოადგილეები და მათ დაქვემდებარებული ვიდრე თავისუფალი მეწარმეები წვრილი საშუალო. ეგ გხუპავთ და მაგიტოა რომ გვაქვს ზრდა, რომელიც თქვენივე პრემიერ-მინისტრის კვირიკაშვილის, მადლობა რომ გამაგებინეთ რა გვარია, მისივე აღიარებით ამ მდგომარეობაში დატოვებს ქვეყანას კიდე 100 წელი. თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა. ამ მომრჩეველს რატო არ უთხარით, რო აპირებდით გადასახადების გაზრდას? რატო არ უთხარით? შეიძლება ამაზე მითხრათ პირდაპირ პასუხი? კომპლექსურად რომ ვიმსჯელოთ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ცალკე გამოტანილი ეკონომიკიდან მხოლოდ ბიუჯეტის სახსრების მობილიზაციის განხილვა არ მიმაჩნია სწორად. თუ ჩვენ ვამბობთ იმაზე, რომ რა მოხდება ამ ქვეყნის ეკონომიკაში, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი ერთად, ყველა ღონისძიებები, მათ შორის ის ფისკალური სტიმული, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში იქნება, ქვეყნის ბიუჯეტიდან დახარჯული და მათ შორის მობილიზაცია, რომელიც მოხდება უკვე ქვეყნის ბიუჯეტში, ყველაფერი ერთად ჯამურად მოგცემს ჩვენ 4%-იან ზრდას შემდეგ წელს. აი ეს არის სრული პასუხი ბატონო გიგა. როგორ არის ამ მრჩევლის ნაწილზე საერთოდ შინაარსობრივად მე რო არ ვთვლი მაგას სრულ პასუხად ახლა ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ ნუ გასაგებია ხა თქვენ სხვა პასუხი არ შეიძლება რომ გქონდეთ. მაგრამ ამ მრჩეველი რატომ მოატყუეთ ამაზე პასუხი მითხარით? თუ დიდით გადასახადებს გეთქვათ რომ აპირებდით გაზრდას. რატო არ უთხარით? მე არ მომიტყუები ამ მრჩეველი, ჩვენ არ მოგვიტყუები ამ მრჩეველი. რამდენად ეს გამომეპარა, ანუ სადმე ნათქვამი გქონდა? რამდენად ეს ბილბორდებზე იყო ასახული ან არ იყო ასახული, არა არ იყო ასახული, თუმცა პროგრამაში საბიუჯეტო სახსრების მობილიზება წერია. ბატონო, საბიუჯეტო სახსრების მობილიზება. ეხა აი, მითხარით ეხა. მე ვიცი რომ თქვენს მინისტრი ბრძანდები და ისედაც მოქალაქე და საკუთართოს პატივისცემთ. ეხლა ეს პასუხია. საბიუჯეტო ხარჯების მობილიზება და გადასახადების აწევა ხალხისთვის ერთ და იგივე არის. თქვით პირდაპირ რომ მოატყუეთ, არ გინდოდათ, ვერ გაუბედეთ ამ მრჩეველს ამის თქმა, ან ვერ გათვალეთ და კომპეტენცია არ ყოფილიყო. სხვა გზა არ არსებობს, ბატონ დიმიტრი. ეხლა საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია არისო, გადასახადების დაო. ამას რომ მინისტრი გვეტყვის ახლა მოსმენაზე. აი ეს რა სახელი დავარქვა, ამას მითხარით თქვენ თვითონ?